წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა ჩვენს ისტორიაზე, წარსულზე, ეთნოგრაფიაზე და მოკლედ გამარტივებული ენით, ან ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად მოგვაქვს წამყვანებს თქვენამდე. და რა თქმა უნდა, ჩვენი ერთგული მსმენელი და ჩვენს წამყვანები სულმოწმეოდ ველოდებით კვირიდან კვირამდე დღევანდელ დღეს. ყოველ ხუთშაბათს 18 ოდაბადეშ კინოხონის 805 და 9-ზე FM, რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში. გარდა FM-ისა, შეგიძლიათ გვისმინოთ 24 საათის განმავლობაში ინტერნეტით, რადიო ათინათის წერტილით და ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ამავე მისამართზე ვებზე, Facebook-ზე რადიო ათინათი და რა თქმა უნდა YouTube-ზე ჩაწერთ ოდაბადეშ კინოხონი, ყველა გადაცემა იქვე დაგხვდებათ. ამჯერად სროულია მესალმოთ ჩემს თანაწამყვანს და სხვათ შორის არ მინდა დამასწროს გომორძგუა უნჯუა ჯგირობუაში. მეგრულად მოსალმება ახასიათებს ხოლმე ჩვევია პირველი ესალმება მეგრულად. გავარჯობა. როგორ ახართ ბატონლაშა? გავარჯობა. უნჯუა ჯგირობუაში ოსურ ბატონ სოფიო, თქვა მერჩანტე ალობას, ირიათო მარგაირო მართად გოდგუათონ. დიდ პატარა. ხო პატარა. ვარტენა გოკოტნა თქონი. ხორონთ კონჯუაჯგირებუა ჩქინ რადიო მარჩქილებ წემოძინილი ქორდათ ირიათო ძვირფასო რადიო ათინათის მსმენელებო მოგესალმებით საღამოშვიდობის დიდი პატივია რომ ისევ თქვენთან ვართ მოკლედ ჩვენ მზად ვართ იმისთვის რომ ამ საღამოსას ვისაუბროთ მე მგონი საინტერესო თემაზე. კი ბატონო. და გავდივართ ფინალში და ეს მათთვის ვინც პირველად გვისმენს და ეს არის შემოგვერთ და რამდენიმე გადაცემა მივუძღვნით როგორ უნდა აღზარდოთ სპორტულად და ერუდირებულად და განათლებულად ბავშვები ასე ვთქვათ დაბადებისთანავე. როგორ შეიძლება თამაშით და სპორტული აქტივობებით ჩამოვაყალიბოთ დასრულ მამაკაცად თუ ქალად ბატონად თუ როგორ ხდება ეგ არ ვიცი იცოდეს ბრძოლა იცოდეს სპორტის სახეობები და იცოდეს ის რაც მთავარია სულისკვეთება ვაჟკაცობა და ასე შემდეგ ამას ემსახურებოდა რამდენიმე გადაცემა და სხვა შორის გავდივართ ახლა ფინალში დასკვნითი ნაწილი ამ თამაშობების რაზე ვსაუბრობთ ბატონლაშა კიდევ ანონსეთ მაგრამ მან ძალიან მოკლედ იყო წინა ხუთშაბათი ზოგადად როგორ მიმდინარეობდა ბავშვების ხალხური აღზრდა როგორ მიმდინარეობდა მათთან სწავლება ანუ ეს ზუსტად აი ცეკვა თამაშით მიმდინარეობდა ცხოვრებისეული გამოსვლების შეძენა და ამზადებდნენ მე აი სერიოზული ცხოვრებისთვის რომელიც გარდაუვალი იყო ვინაიდან ჩვენი გარემოება ესეთი ისტორიული ბედი ისეთი იყო რომ ყველა ბიჭი ფაქტურად მეომარი უნდა გამოსულიყო და ასევე გოგონებიც ფაქტურად ოჯახის თავარი მზრუნველები და ასე ვთქვათ კირის მამოძრავებელი ძალა ქალბატონი და სწორედ ამას აჩვენებდნენ ანუ ამაზე იყო მენტალურად აგებული თვითონ ეს მსოფლმხედველობა კი ბატონო და ეს მოკლედ როგორ ხდებოდა ასაკობრივი ზღვარის მიხედვით ანუ არსებობდა ასაკობრივი ცენზი გარკვეულ თამაშებში მე შემდგომში ხდებოდა უფრო ახალი უფრო შედარებით რთული თამაშებების მაგრამ ეს ყველაფერი იყო სახალისოსთან ერთად სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც კი ბატონო გეთანხმებით ხო და დღეს დასკვნითი ნაწილი ამ თამაშობების და აღზრდა განათლების და რაც შეეხება გადაცემას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ორ ენაზე გვაქვს მეგრულად და ქართულად ტრადიციულად ჯერ ჩვენს მეგრულ ენაზე ვისაუბრებთ და შემდეგ უკვე ქართულად ვთარგმნით დოფთანგუნ თუ ქორთულო დიო მარგალიურო ჩქინინაშა და უკული ქორთულო ხო მოკლედ ამღა ჩქინი ჩიებას თართემარე ოლიმარ და ორიტუალილა აფეფი უკვე ჩქი ამღა თაკი მუდანთ დუც მოუკეთეთ ათელა აფეფის გეშა ჩიებას ბრეშიებებ თქვათან მაგრამ მოკლედ კუნტასკოპ თქვათ მუშენდა ჩქინ გადაცემას სხვა ფორმატის და სხვა თემენცით ხინს ოლიმარ და ორიტუალილა აფეფშასე მუმიშეშონთის ხო ეკიპჩიებუთ თენას ურცხო მეშარებ ხოლე იჩიებნა მუჭო ლიმუაშ მიმართ შაკერზაფლი ევროპა უღნანია სამარგალოს და თაკაზე არქანჯელო ლამბერტ ხოლე გტიჩიებ სამარგალოს მუშრინა ბორჯის თოშეთ ეს ვანტე ბარგალი ბაღანი ფიში ოლიმარ მოღეფიშ გაშაკერზაფლი ევროპა ბაღანიმცია გაშაკერზაფლი უორანია და იარაყი თინა იჩიებ ნამუნდა მარგალებ მუჭო სხვა ქიანეფიშ მახურუეფინი მერჩქანერენანია ლიმას თეშრენანია მერჩქანი ნამუნდა მასკერებს სკუალებს გვალო ჭიჭანობაში იუნანანია ოლიმეფშადო აუთხილანანია თინებ თეკ ათე გაჭირება ხაზირანია და თინებ მუნეფიშ თოით ქოძირნანია თეკ მუჭო მეურციათე ჩხუპინთეს ბაღანებ თეში ირაყუანანია ირაყის ხეს უკენებნანია ფორდო ოშხან თეშ ხვარენანია ქაშვიც გარჩკომნია ერჩქინია დღაშე თესდან მერდილი სერი დოლურაფა ბორჯის ხოლო დანჯირუს ორ
გიორთუმალშა მუწუძუნანია ქაშვილდო ქასთაგან ხორდო ოშხან ანჯარიდო სამანჯე მუთუნდა გეხვილას ირო მოხაზრებულდანია მალიმარონ მავამიჩქო ნამთინქიანაში ჯარი ათაჯგირო ქორე მონწყილ მალიმარო მუჭოთ მარგალეფიში ნიჩიე არქანჯელო შვაგინ მაჩანალებ ხოლო თესიჩიებნა მუჭოთ მარგალებს გიშაკრზაფული უორდეს ქაშვილდო ქასთაგან ნამუ ჟირნერ ვარიანტა დუმოსოჩკინც მარჩკინელი ართედ მარგალორი დო შონური თე შონური ჭიჭეთ უჯგუდ მარგალორი ქაშვილდო ქასთაგან ბოშებ ოთამაშ გურაფას იჭყანდე შკვიდ ბრუო წანერეფიშ ხანშე ართიან ზონერზუდეს და ხანკიჭ ოთამას მაფუნენჯები ჯილორუას დო თაშ მუჭოთ დეძოკეფუდეს ქაშვილდო ქასთაგანს გიმირნუანდეს ყაბახიშ ლააფიშ ბორჯის ისტორიკოსი მარი ბროსე ანთაბრუო ჟაიჟობრუო წანას თანაფად ხარხუს ოფეს ზუგიზ დო თის თაკ ხუძირ ათე ლააფი სოდეთ ბაღანებ ხოლო ოფენა მაკათური ბროსე იჩიებ ნამუნდა ჭოკაი წვანდის გიმაზუდუა ვარჩხილის ატარი ნამუშ გიმა ოთამალო ირნუანდესია კეტის მუჭოთ იზირენ ათაკ ქაშვილდო ქასთაგანიშ მანგირო კეტის ნურნაფუენა სამარგალოს გოფაჩილი ოფე ხოლო შურდუმ შკვერტი ნამუსუთ ნოკეთებუენა ლაკაცია ჯაშე ათე ჯას გოფურჩონუნდეს გეგნო დირეკინდეს ფართალია კანსკინოდვანდეს ქუაზდო ათაშ ოთანდეს ბოშეფ ართიან ზონირზუდეს შურ დომუში მუთ შილებენ შორშა ოთამაზდო ნეციშ გიმარა უას ხოლო ხშირას ართუაბდეს ხოლო ჯაშ კეტებით ხამუას გიშაკერ ზაფილო თეჯ ზახინელ ყაჩაღობიაშ ლააფიშ ბორჯის ბახანობას ხამუას გავარდიშებულ კაბეტობას ართუაბდეს ხინკირიაშ ლააფის ნამუშათ მიშეშ კიჭილიაშ ელემენტებ ხოლო ქორთული ფარიკავას სახაჩქენთიშ ელემენტებ მიშეშ თეშადო ხინკირია ჭე უნდა ლააფ ქორდ სერიოზული ათე ჟიშინელი ყაჩაღობიაშ ლააფიშ ბორჯის ირნუანდეს ოლააფე თოფის შუფებს დო თაშ ბაღანებს სპეციალურო მალიმარო წურუნდეს უნთიშ გარდა მომალებ მუნეფის სკვალებ ჭიჭანობაში უნანდეს ოჩხომუდო ოჯინორუშა ვითოჟურ ვითოსუმ წანაშ უკულ ბაღანებს მუნეფიშით ხვალე შეულებდეს ათე სახიოლო საქვარუა მაფურინჯეფიშო ჭოფალო ორთუდე ხვადოშხვა გიორცხირალებს თენერდ გეცხირილი რაგვი ხრეკი სხაპი ჩერგი დო თაში მაწყარეფით დიდარ სამარგალოს მანგარორდუ ჩხომუარჩქინელ ჭიჭე ბოშეფი უმოსო ხეთ ანკეციდ დო ბადე ჭოფუნდე ჩხომებს უმოს მორდილებ ხეწკირით გეჩად კუნოთ გაღირებაშ სავარდიშო ლაფებდუ ხოლო თოლიჭ ჭვიტუა სოდეთ ართიართ თოლე კირელი მოლაფე კოკო გიშეჩინკო ხუჯის ხე მიქ მიკუცაცუნთინა ხოლორდუ ქუდიშლა ნამბოჯის ართიართ მოლაფეს გიორთუმალარ ქუდიშდუ და ათუტყობუთ მუდგაინ მეკონ შხე კოკო გიშეჩინესკო თენა მურდუნთინა ხოლო უჩკუდეს სუმქუაშ ლა მინთეს ხაზიც ხოლო უძახუთ ჭარდაკიშ მანგურ ლაფირდ ნამუთ ათაშ ინწყუაფუთ დიხასკი გიოხაზანდეს კვადრატის გინოკვათილ ხაზეფი დო სუმ შვადოშხვა ფერიშ ქუათ ლაფენდეს დო ოცადდეს არტ ფერიშ ქუალები არტ რანწყის გიგიუნწყუესკონ ჭარდაკიას ხოლო ლაფენდეს ეჯდო 4 წკირიათ ათე წკირებს ხეშკა გურშა გაშენს კარანდეს ართი შვანერი დაღის გიგედვანდეს დო ეშე არზას ართო გეიოთანდეს ეთი და გედვალირ წკირს მიდგა ჭოფუნდუნ თინა მოგებილდუ ვარდა შვასოკო გეგნოჩუკო თეწკირე ცხაბებდო ბოშეფ ართო ლაფენდეს ყობინჯობაიას კენჭობანას ოთანდეს ხენწფეშ კეტის თაშუ ზაღდეს ხენწფეშ კეტის კერძოთ კეტის დიხას გიგიოთანდეს დო თიშ გეშა კეტ პიჯიეშე გელუდ ვარდა დუდგიმენ ათე მეჯინათ მოგებულ გიშეშ ნამუსუ ჯიხოთ ხენწფე ათე ხენწფე ქოზოჯუნ მუშ ვაზირს თენს ქოუწინდუ ოჭოფოკო მახინჯი დო თენა დასაჯუკონ შვადოშხანერო წესით თე დასაჯებარ დუ ოზიცემუდ გარენებ ვარდა ცაკუჭხსო გედორთუკო ვარდა ხელეფეშეკო ეკინელოგეკო გერდუკო და ათაშ ხოლო ბაღანებ ართუაფალო ლაფენდეს ოღორნაიათ ნამუსუ თორთუდეს თხირიშ კეტიშე არტ ბოლოს არტ ხვიც გავკეთენდეს მაჟრაკანში ჟირს შკას კუკლურ ხვანდეს არეშუმიშ საფის ათეს დოკარკატანდეს დო გოტება ბორჯის ხონარს გუტენთ ჭიჭე მუსიკალურ ხონარო ღუდეს ბაღანებ ხოლო ართუავდეს მოიადეფიშ არიკეფიშ მოკოეფიშ რაგადით ბაღანებ ხოლო მაკათურებდეს ხვადოშხვა ჯარალუად ხარხუეფიშ მაგალითო ახალწანას მარანშა მინულირ მაკუჩხურ დიხვამანდ ბაღანებ ოჭნახსკუმა ქიმკოდირთუდეს დო ათე ხვამას მუნებ ხოლო ქოთქუანდეს უკულ ქოუცენდეს მაკუჩხურს დო თიში ოთამილ კვარებს ოჭოფუნდეს თის ოცადდეს მუჩილებენ ბრელ ოჭოფესკო მუშენდა თენა ფენტაშ მაღალა ირო იკოროცხუთ ხოლო უჩკუდეს ახალწანას ოკვანწაიაშ კვანწინ ათეს გაკეთენთეს და თელ წანას უკულ წეს ვაჭვედეს ბაღანებ ხოლო მაკათურებდეს თხარხუ ოთუთაშხურუში ნამუთ იკოროცხუთ ნერჩი შოხამერო დო ათენ ბორჯის დოჭუნდეს ქირი დო მუხიშ ფიგურაშ კვარებს ქირიშ ფორმაშ კვარს უკლაშბოშ სკუას ქიმეჩანდეს ნამუთ უდეს მუკემუკე გამკერულედ დო დიხვამან ღორონთი დომთხილე ჩქიმფანია არზა გემანთხապ მაფურინჯებშე ათე კვარი ხვალე თეკოკო ჭკუმკო შვას ვეშულებუთ თიშ ჭკუმუა ათე მუხიშ ფორმაშ კვარი ცირა სკუას ქიმეჩანდეს ნამუთ ეზოს გირულედუ თენა ხოლო დიხვამანდო დო თეკო ჭკომუ და თე კვარს თანაფად ხარხუს
ოფუტეში ოხვამეშ ხასლას მინდორიას ინწყუაფუ შხოდოშხვა ნირზე ბურთობაიას ხაპუალა ღაფილ მარქვალეფირს კინებადო თაში ყველიერი ცაშხას ანთარის ჯოხონაში მონწყილი რიტუალო პროცესის ჭყიშოულირ ვით არწანერ ბოშებხოდორდეს მაკათურები არცა შუმოსო ოხიოლდეს ბაღანებ თხარხუ ჭეჭეთობა ნამუთ მაზაკვალეფიშდო უბადო შრომეფიშ თხარხუთ იკოროსხუთ ათენ ბორჭის ათენ მაზაკვალებში მათხლარო ორთუდეს თოფურის სანთაში ჭიჭე ჯვარებს თო თეს თუმას კიმშაბინანდეს თე ბაღანებს ფანიაშ მინაუდარ კასკიმ კაციკუანდეს ხოლო ორინჯის კოჩისდო დიხვამანდეს ათაში ჯვართეკ სიშვიდო სიჭკომ ათეში ათაკ ჯოხონას ქოთქუანდეს მიდგაინ სახე ჯოხონას ქოშინანდეს და უკულ ჯვარდუწერ ფუი თაშ ურიას უკულ გიმილენდეს გალე მინდორიაშა სოდეთ კაბეთ ბორბონჩია დაჭხერს უთუნთეკდო არძაკინოს ხაპუნ თაკი ბაღანებ ნამოთ დაჭხერს კინოს ხაპუნდესენ იცახუდეს ალული კუდელამებს ათაკ დობჭუნთ მაზაკვალს და მაზაკვალეფი შოშკურნაფალო ბაღანებ თოფის ხოლო გაათანდეს მოკლედ ათე გითოხვამუადო ათე ოშნერის ჭიება ირფელ დარგის ირფელ პროფესიას ირფელს ოხვარნოთ ენა თუ მუჭორე საქმენო ამიჩი ხო თეშნერ მოდა უღუდეს ჩკინჯუეშევს მერჩკინა მუჭო ანა იფრეში ხვამანდეს იფრეში აბსოლუტურო თო თე ხვამას უკულ მოუნდუ თიჯგირობუა მუშენდადეგ მარდი აგაშენია ფენდაგაშენია ფანიასია მუჟამია დიხვამანკე და კათეს დოთხილანკია უჩავემნიშეს ხვამელი ვარდუდა ხო ოდო თეს მანგარშანულობა უღუთ ჩკინი რინას მართალო და თიქრე ასე ბრემდგანი დოსკიდუნ მარა ჭიჭე ასე ტრანსფორმირებული ეთენა იფრე ასე ირთუ ირფელი მუშენდა ხალხი ქიმეხვად მუსგარენს მუსორთუთ არასწოროა ჩილათი რომ მუსორთუთია მუთუშა მართლენანიანი დო ჩკინჯუეშია მანგარშანულობა სიტყვა ჩკინჯუეშია თეშ ორთოდუადო ჩკითან ირფელი მივოთითიადო ხო თინავა ეთიშ გურშენიადო ფიფქრენ ბრენ მუსგარენ დირთუდო ქორეთენა საჭირო ხო მუსგარენ დიხაჭირო და ჯგირიშ რაგადო ვაგოცილვე გერგებ მუთულდა მოკლედ ასეთი ამბებია ბოლო წინადადება იყო ასეთი არაფერს არ შეგიშლის ხელს თუ არ გერგება ასე რომ ყველაფერი სარგებელია რასაც ჩათული საჭიროდ რომ კარგისთვის გააკეთო თუ კარგი გინდა კარგად გიბრუნდება კარმაც არსებობს და ასე შემდეგ ეხლა მე როგორი დავახასიათე ეხლა ჩემი თავი და როგორ რაღაცებს ყვები ვიღაცას ეგონება რაღაცა მიჭირავს ხელში აქ ისა ანთებული თვალებს წითლად ვანათება არ არის ასე უბრალოდ მე წამს იმის რომ თუ ადამიანს კეთილი გული აქვს ყველაფერი გამოვა ხო ეხლა ქართულად გვინდა ეს ყველაფერი ბატაულაშა არ იყო მარტივი მეგრულად ამ ყველაფრის მოყოლა და გაგება სხვათა შორის დიახ ასე რომ თქვათ ნაკლებად გამოყენებადი სიტყვები ამიტომაც უპრიანია ასა მოკლედ მაყვარანც ხორდ ჭიჭო თეკ წინადადებებდო ათი ხვამა ხოლოდო ეთი ტექსტ ხოლო მუდგარენდო ქორთულურეთ ენა აუცილებლად ქორთულე ქორთქუანთ ასეჩი დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის საბრძოლო და სარიტუალო თამაშები ანუ რომელიც ჩვენთან იყო დაცული სამეგრელოში ზოგადად არქანჯელო ლამბერტი რომელიც დიდი ხანი ცხოვრობდა სამეგრელოში ყოფნისას არ გამოპარვია მეგრელი მოზარდი ბიჭების სიყვარული იარაღისადმი მეგრელები როგორც ქვეყნიერების დანარჩენი ერნი ჩვეულნი არიან ომსა იმდენად ჩვეულნი რომ მშობლებს სულ პატარები დახავთ ლაშქარში და არ ერიდებინო გაჭირვებას რომელიც იქ უნდა გადახდეთ ბავშვები ისე ატარებენ იარაღს უკავიათ ხელში ფარი და ხმარობენ შვილს თითქოს დაბადებიდან შეჩეულიყვნენ ბრძოლას ლოგინში რომ ისვენებენ მშვილდისარი ფარხმალი აბჯარი და სამაჯიები სასტუმროებთან უდევთ ხოლმე რათა საჭიროებისამე საბრძოლოდ მზად იყვნენ არ ამგონია რომ რომელიმე ჯარი ისე სამაგალითოდ მოწყობილი გამოდიოდეს ლაშქრად როგორც მეგრული თხრობელებიც ხას უსვამენ მეგრელების განსაკუთრებულ სიყვარულს მშვილდისრისადმი ქაშვილი და ქასტაგანი და ასახელებენ ორ სახეობას სონურსა და მეგრულს ბიჭები სრულად იწყებდნენ 7-8 წლის ასაკიდან იჯიბრებოდნენ ერთი მეორეს ნიშანში სრულაში ნადირობდნენ ჩიტებზე უკვე დავაშკაცებულნი კი მშვილდისარს იყენებდნენ ყაბახის დროს ისტორიკოსი მარი ბროსე 1858 წელს დასრებია სამეგრელოში აღდგომის დღეობას და ნანახით მოხიბლულს დასრულებით აღუწერია იგი ბროსე აღნიშნავს რომ ჭოგზე მოთავსებული ვერსლის თასით ჩამოსაგდება ცხენოსნები ხმარობდნენ ჯოხსაო როგორც ჩანს ამ დროს მშვილდისრის მაგივრობას ჯოხის წევდა სამეგრელოში გავრცელებული იყო აგრეთვე შურდული შკვერთი რომელსაც ამზადებდნენ აკაციის ხისგან ამ ხეს ქერქს ანუ კანს გააძრობდნენ მოღუნავდნენ ფართო ნაწილში ჩადებდნენ ქვას და ისე ისროდნენ ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შურდულით ქვის რაც შეიძლება შოსულაში და კაგლის ჩამორეკვაში ხშირად ერთობოდნენ ხოლმე აგრეთვე ხის ჯოხებით ხმალაობაში განსაკუთრებით თამაშ ყაჩაღობიას დროს ბავშვობაში ხმალაობაში გავარჯიშებულნი უკვე დავაშკაცებისას ერთობოდნენ ხინტკირიათი რომელშიც შედიოდა ფარიკაობის ელემენტები ზემოთ ასახელებულ ყაჩაღობიას დროს იყენებდნენ სათამაშო თობებს შუბებს შუბლავა და სხვა გარდა საგანგებოსნისა მამებს ბავშვები თან დაყავდა სანადირო და სათევზაო 12-13 წლის ასაკიდან კი უკვე დამოუკიდებლად მისდევდნენ ამ სასიამოვნო საქმიანობას ჩიტებზე სანადიროდ აგებდნენ სხვადასხვა ირ მახეებს გეცხირილი რაგვი ღრეკი სხაპი ჩერგი და სხვა დინარეებითა და მათი შენაკადები მდიდარ სამეგრელოში ძალზე გავრცელებული იყო თევზაობა პატარა ბიჭები თევზს იჭერდნენ ხოლმე ხელით ბადით ანკესით უფრო მოზილები კი
ხეწკირით, გეჩათი და კუნოთი. გონების სავარჯიშო იყო გამოსტობაზე აგებული თამაში. თოლის ჭვიტუა. ერთ-ერთი თვალახეულ მოთამაშეს უნდა გამოეცნო თუ მხარზე ვინ დაარტყა ხელი და ქუდის შლააფი. რომლის დროსაც ერთ-ერთი მოთამაშე ქუდის ქვეშ რამე ნივს დამალავდა და სხვებს უნდა გამოეცნო თუ რა იყო დამალული. სუმქუა შლააფი ან როგორც ზოგი ეძახის ხაზილი, ჭადრაკი მსგავსი, რომელიც ასე ტარდებოდა, მიწაზე დახაზავდნენ კვადრატს, გადამკვეთი ხაზები და სამ-სამი განსხვავებული ფერის კენჭების გათამაშები ცდილობდნენ სამი ერთი ფერის კენჭის ერთ ხაზზე მოხვედრას. ჭადრაკიას კი თამაშობდნენ 22 ჩხირი. ამ ჩხირებს ხელის გულზე დაიწყობდნენ და მაღლა აისვრდნენ. ერთ მათგანს, რომელიც უნდა დაეჭირათ, ნიშანს უკეთებდნენ, ვისაც მოუწდებოდა, იგი ჩხირებს მეორე მოთამაშეს უთმობდა. გოგონები და ბიჭები ერთად თამაშობდნენ ხოლმე დამალობანას, კენჭაობას, ატრელებდნენ მზრიალას, ისროდნენ ხელმწიფობაია ჯოხებს. ჯოხებს მიწაზე აგდებდნენ და იმის დამიხედვით გულაღმა დავარდებოდა ჯოხი. თუ გულაღმა, თუ გულდაღმა გამარჯვებული სწორედ ასე ვლინდებოდა და მას ხელმწიფე ეწოდებოდა. ხელმწიფე უბრძანებდა ვეზირს ქურდის დაშას. სხვადასხვა წესით. ერთობოდნენ ასევე ოღურნაიათი, რომლებსაც აკეთებდნენ თხილისაგან. ერთ-ერთ ბოლოში ერთი თხილი იყო გახრეტილი, მოპირდაპირ მხარეს ორი. შიგ გაუყრდნენ აბრეშუმის ძაბს, დაგრიხავდნენ და იგი გაშლისას მუსიკალურ ხმას გამოსცემდა. ბავშვები აგრეთვე ერთობოდნენ შაირების, ანდაზების, გამოცანების თქმით. ბავშვები ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ხალხურ დღეობებში. ახალ წელს, როცა მარანშის შემოსული მეკლე დაელოცებოდა, ბავშვები მოადგებოდნენ ხოლმე სასტახეს და იმეორებდნენ ლოცვას. მერე მიცივდებოდნენ მეკლეს, მიერ ასროლილ კვერებს და ცდილობდნენ რა შეიძლება მეტი დაეჭირათ, ვინაიდან ხალხი წარმოდგენით, ბევრი კვერის პატრონი იმ წელიწადს გამარჯვებული იქნებოდა. ამ დროს იცოდნენ აგრეთვე საქანელაზე, ანუ კვანწლაიაზე ქანაობა, იმ წმენით, რომ მთელ წელიწადს წელი აღარ ასკივდებოდათ. ბავშვები მონაწილეობდნენ დღეობა ოთუთაშხურში, რომელიც ითვლებოდა ფუძის სალოცავად და დიდმარხვაში სრულდებოდა. ამ დროსაც დიასახლისი გამოაცხობდა თხუნილისა და ქორის გამოსახულების კვერებს. ქორის გამოსახულების კვერს უმცროს ვაჟს მისცემდნენ, რომელიც შემოურბენდა სახლს გარშემო და ილოცებოდა: ღმერთო, დაიცავი ჩვენი ოჯახი ყველა მტაცებელ ფრინველებისგანო. ეს კვერი მარტო მას უნდა მიერთმია. თხუნელის გამოსახულების კვერს კი გოგოს მისცემდნენ, რომელიც შემოურბენდა რაეზოს, წარმოთქვამდა გარკვეულ ტექსტს და იქვე შეჭამდა ამ კვერს. აღდგომას კი სოფლის ეკლესიის გვერდით მდებარე მინდორზე ეწყობოდა სხვადასხვა შეჯიბრი ბურთაობა, ცეკვა თამაში და შეღებილი კვერცხების ფალავნების დემონსტრაცია. ყველიერის ხუთშაბათს ანთარის სახელობაზე გამართულ წესრიგებაში მწყებსა წასული 10-11 წლის ბიჭებიც მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით უხაროდათ ბავშვებს დღეობა ჭეჭეთობა, ეგრეთ წოდებული ჭინკობა, რომელშიც მსაკვებისა და ავსულების დღესასწაულად ითვლებოდა. ამ დროს აკეთებდა პაციაჟრებს თაფლის სანთლისგან და მას მიაკრავდნენ ოჯახის ჭურჭელს, საქონელს და ადამიანებს შემდეგი სიტყვებით: ჯვარი აქა, ჯვარი იქა, შენსვი და შენ ჭამე. მერე ამას სახეს იტყოდნენ: ჯვარი დაუწერე, ფუი ურიასო. მერე გავიდოდნენ თავშესაფარ მოედანზე, შუაში დაანთებდნენ ცეს და ყველა ხდებოდა ზედ. ბავშვებს, რომლებიც გადახტომისას თან გაიძახოდნენ: ალული უდიანებსო, აქ დავწვამთ ეშმაკებსაო. მათ და საფრთხობად თოფებსაც ისროდნენ ხოლმე. ეს იყო როგორც იტყვია ხოლმე, შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს. კი ბატონო. თან ხალისობდნენ, თან საქმეს აკეთებდნენ და თან ადამიანებად ყალიბდებოდნენ. აი როგორი ფილოსოფია, მარტო სამეგრელოში თუ მოიფიქრებდნენ ასეთ რაღაცას ბატალაში. მოკლედ აი ასე ხდებოდა ჩემო ძვირფას რადიო მსმენელებო, ჩამოყალიბება ადამიანად ბავშვობიდანვე, დაბადების დღიდან და სერიულად მოვყევით ჩვენ ამას, რამოდენიმე გადაცემა მივუძღვნით და შეგიძლიათ არქივის სახით ნახოთ ჩვენს Facebook გვერდზე, web გვერდზე და YouTube-ზე ყველა ჩვენი გადაცემა. ამით დავასრულეთ და ამჯერად გვაქვს სხვა თემა, რადიკალურად სხვა თემაზე გადავდივართ, სხვა სამყაროში, ფაქტიურად რადიო მსმენელის ინიციატივით, ხო, რადიო მსმენელის ბატონ ბესარიან-შონიას ინიციატივით. მან თქვა, რომ ჩვენს ბავშვობაშიო მახსოვსო, რომ სამურზაყანოშიო იყო აი შურიშ უდეშა უნაფა. ანუ სულის სამეგრელოში და სვანეთშიც იყო ეს. ანუ სულის წაყვანა და მოკლედ ამ რიტუალზე ვისაუბრებთ, მოკლედ როგორ იყო რა პროცედურები, რას მოიცავდა, რას გულისხმობდა და რა კომპონენტებით იყო ეს გაჯერებული თვითონ და საიდან მოდის ეს ყველაფერი, ამაზე გვექნება საუბარი. და როგორი წმენა იყო და როგორ ჯეროდათ ამ ყველაფრის და შეიძლება ისეთი ადამიანი ყოფილიყო, ხო, აი ურწმუნოა რო იტყვიან და ეთქვა რომ თენავა არე მუსრე ასე თენეფა ორთუნადო თენამჭო, მაგრამ იქ ისე იყო ეს ყველაფერი, რომ აი გინდა არ გინდა დაიჯერებდი ამ ყველაფერს. და აი ამ გადაცემაზე დეტალებში ვისაუბრებთ იქით და ხუთშაბათს. არ დავუდგინოთ, აი უცხო ქვეყნიდანაც კი აი ჩამოყავდა ძაფით, სპეციალურ ძაფს აკეთებდნენ და იმით ხო და დიახ, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ცოდვად ითვლებოდა და რაღაცა თვითონ ცოცხალი ადამიანის სული და ოჯახის წევრების სული ვერ ისვენებდა თუ ეგონათ რომ სული სხეულს დაშორებული იყო. კი ბატონო, არ დატოვებდნენ და მე იქ მამალი მოყავდა და ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ. კი ბატონო, აი ასეთია მოკლედ ჩვენი მომავალი ხუთშაბათი, დღევანდელი იცით, ყველას მინდა მშვიდობიანი საღამო გისურვოთ, მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ბატონაშა თქვენ ასეთ საინტერესო გადაცემებისთვის. მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით, ჯგირო ზოჯუნდათ. ჯგირო ზოჯუნდათ, თქვენ ონჯუა ჯგირო ბუაშხოლე არჩა
და კარგად ბრძანდებოდეთ ძვირფასო რადიო 1000-ის მსმენელებო. გადაცემათა ციკლი ოდაბადეს კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეს კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე 10 ათის ეთერში.